ძვირფასო მეგობრებო, დღეს თქვენთან ერთად შევეცდები გავარკვიო თუ რატომ თქვა ერეკლე მეორემ საქართველოს გაერთიანებაზე უარი. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრისთვის საქართველოს გაერთიანება იდეურადაც და პრაქტიკულადაც უკვე მომწიფებული იყო. ერეკლესა და სოლომონ პირველის მოღვაწეობის პირველ პერიოდში საქართველოს ორივე ნაწილი პრაქტიკულად გაერთიანდა ცალ-ცალკე ამ უკანასკნელთა ძალაუფლების ქვეშ. ერეკლეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოს იმ დროისთვის ემორჩილებოდა განჯის, ყარაბაღის, ნახჭევანისა და ერევნის სახანოები. ბოლო აკორდი იყო ამ საქმეში დარჩენილი ამ ორივე სამეფოს შეერთების სახით, რასაც მოჰყვებოდა მე-15 საუკუნეში დაკარგული ერთიანობის აღდგენა. მაგრამ ერეკლემ ვერ თუ არ გამოიჩინა საჭირო სიმტკიცე ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ყოველ შემთხვევაში ეს ასე ჩანს. მოგეხსენებათ, სოლომონ პირველი გარდაიცვალა 1784 წელს, ისე რომ ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. მეფის გვირგვინისთვის ბრძოლა გაჩაღდა ორ პრეტენდენტს, დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. მართალია გამარჯვება დავით გიორგის ძეს დარჩა, მაგრამ ბრძოლა მათ შორის მაინც არ შემწყდარა. დამარცხებულ დავით არჩილის ძეს მხარს უჭერდა ერეკლე მეორე, რამდენადაც ეს უკანასკნელი ბაბუა იყო მისი. ამ ვითარებაში დასავლეთ საქართველოს მოწინავე წრეებში ჩაისახა საქართველოს გაერთიანების იდეა და შემუშავდა კიდეც კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის ერეკლესთვის მოსახსენებლად და შესათავაზებლად 1790 წელს თბილისში ჩამოვიდა იმერეთის სამეფოს დელეგაცია. ექვთიმე გენათელი, დოსითეოს კუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცის კაცები, ლორდ-კიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვები. მათ ითხოვეს ერეკლესთან აუდიენცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმერლების გეგმის თანახმად ტახტის უზურპატორად მიჩნეული დავით გიორგის ძე უნდა გადაეყენებინათ, იმერეთის სამეფო ოფიციალურად უნდა მიეერთებინათ ქართლ-კახეთისთვის და ამ გაერთიანებული ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა ჩაებარებინა ერეკლე მეორეს და მის სამეფო დინასტიას. ანუ იმერეთის სამეფო კარი გვერდზედებდა საკუთარ ამბიციებს ქვეყნის სასარგებლოდ. ასეთი რამ თითქმის არც მომხდარა საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაში. აქვე უნდა დაემატოს ისიც, რომ ოდიშის და გურიის მთავრებიც მზად იყვნენ ერეკლეს სუზერენობის ასაღიარებლად. მოკლედ საქართველოში შეიქმნა უნიკალური მდგომარეობა, რომლის მსგავსი ალბათ მე-10 საუკუნის შემდეგ ამ ქვეყანას არ ღირსებია. ამ ფაქტის შესახებ დეტალები საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი ქართველ ისტორიკოს პლატონ იოსელიანს. მისი თქმით, ერეკლემ მოისმინა იმერეთის წარმომადგენლობის შეთავაზება და აღნიშნული საკითხის თაობაზე თათბირის გამართვა გადაწყვიტა. ვიდრე თათბირი გაიმართებოდა, ცხადია იმერთა დელეგაციის მოსვლის მიზანი ცნობილი გახდა დარეჯან დედოფლისთვის. დანიშნულ დღეს იმერეთის და ქართლ-კახეთის დელეგაციები შეიკრიბნენ თბილისის სამეფო პალატაში და დაიწყეს აღნიშნული საკითხის განსჯა. ქართლ-კახეთის დელეგაციის მხრიდან გაერთიანებას ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი ჭაბუა ორბელიანმა, ანტონ კათალიკოსმა, სარდალმა დავით ყაფლანიშვილმა, სოლომონ ლეონიძემ, ზაქარია ანდრონიკაშვილმა, იოსებ ბარათაშვილმა და სხვებმა. ამ წინადადების შესახებ, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო დარეჯან დედოფლისთვის და როგორც ჩანს, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ერეკლეს მიერ მისი მიღების, ხოლო თავის მხრივ დარეჯანის ასეთი პოზიცია უკვე ცნობილი იყო თათბირის მონაწილეებისთვისაც და ამდენად მათ იცოდნენ ერეკლეს მერყეობის მიზეზი, რომელსაც ერეკლე ავლენდა ამ თათბირზე. სწორედ ამიტომ მეფე დედოფლის საუბრის შინაარსით წინასწარ ინფორმირებულმა ჭაბუა ორბელიანმა პირდაპირ მოუწოდა მეფეს, რომ დაეგმო ქვეყნის საზიანო უყუმართი აზრი და ემოქმედა გაბედულად. მას მხარი აუба იმერეთის სარდალმა ქაიხოსრო წერეთელმაც, იმით შეწუხებულმა, რომ ჭაბუა ორბელიანის საფუძვლიანი არგუმენტაციის მიუხედავად ერეკლე მაინც მდუმარედ იჯდა.
მოკლედ აღნიშნულ თათბირზე საქართველოს გაერთიანების საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, იოანე მუხრანბატონმა გამოთქვა და ამ სიტყვამაც ისეთი მძაფრი რეაქცია გამოიწვია ქართლ-კახეთის სარდლის დავით ყაფლანიშვილის მხრიდან, რომ სარდლის ასეთი უხეში და პირდაპირი რეპლიკით ერეკლე განაწყენდა და თათბირი დატოვა. თათბირს არ ესწრებოდა დარეჯან დედოფალი, მაგრამ იგი ყველაფრის საქმის კურსში იყო და ამიტომ თავისთან დაიბარა ჭაბუა ორბელიანი და მწარედ უსაყვედურა მისი აქტიურობისთვის, მაგრამ უკან ვერ დაახევინა. ნახეს რა იმერეთის წარმომადგენლებმა, რომ საკითხის დადებითად გადაჭრა დარეჯანზე იყო დამოკიდებული, ისინი სპეციალურად ეახლნენ დედოფალს და სთხოვეს მხარი დაეჭირა საქართველოს გაერთიანების გეგმისთვის. მეორე თათბირი გაიმართა 3 დღის შემდეგ. თათბირზე პირველი ჭაბუა ორბელიანი გამოვიდა და კვლავ საქართველოს გაერთიანებას დაუჭირა მხარი. შემდეგ სიტყვით ანტონ მეორე კათალიკოსი გამოვიდა და ჭაბუა ორბელიანის პოზიცია დაიცვა. ბოლოს გიორგი უფლისწულმაც, ანუ შემდგომში გიორგი მე-12-მაც გაერთიანებას დაუჭირა მხარი. დასკვნითი სიტყვა ისევ ჭაბუა ორბელიანმა წარმოთქვა. ამის შემდეგ ერეკლე მეორე წამოდგა და თქვა შემდეგი რამ, რომ ამ თხოვნას ვერ მიიღებდა და ამით ახალ მტერს ვერ გაიჩენდა საკუთარი შვილიშვილის სახით. ამის ნაცვლად ის შეპირდა იმერლებს, რომ იმერეთის სამეფო ტახტზე აიყვანდა მას, ანუ დავით არჩილის ძეს, თავის შვილიშვილს. მართლაც იმავე 1790 წელს ქართლ-კახეთის 4000-იანი ჯარის დახმარებით იმერეთის სამეფო ტახტიდან გადააგდეს დავით გიორგის ძე და მეფედ დასვეს ერეკლეს და დარეჯანის შვილიშვილი დავით არჩილის ძე, რომელიც მეფედ სოლომონ მეორეს სახელით ეკურთხა. ერეკლეს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე მსჯელობისას იკვეთება ორი ვერსია. ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც ავითარებდა იასე ცინცაძე და თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილიც, არის ის, რომ ერეკლეს უარი განპირობებული იყო ოსმალეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის საფრთხით, რაც შეიძლებოდა მასშტაბურ სამხედრო კამპანიაში გადაზრდილიყო. ამ მოსაზრებას ამყარებენ იმ არგუმენტით, რომ ქუჩუკ კაინარჯის ზავით იმერეთი ოსმალეთის ვასალად აღიარა რუსეთმა. ვასალის აღმოსავლეთ საქართველოსთან შეერთება კი ოსმალეთს საბაბს აძლევდა საქართველოზე თავდასასხმელად. მეორე მოსაზრების მიხედვით კი ერეკლეს უარი იმდენად საგარეო საფრთხეებით არ იყო განპირობებული, რამდენადაც საშინაო ინტრიგებით. კონკრეტულად კი საკუთარი მეუღლის დარეჯან დედოფლის დაუოკებელი სურვილით მაქსიმალურად შეევიწროვებინა და ბოლოს ჩამოეშორებინა კიდეც გზიდან ტახტის მემკვიდრე უფლისული გიორგი და ამით ტახტისკენ გზა გაეხსნა თავისი ღვიძლი შვილებისთვის. იმერეთში შექმნილი იყო ვითარება, როდესაც დარეჯანის ღვიძლი შვილიშვილი სოლომონ მეორე უნდა გამხდარიყო მეფე, მაგრამ თუ იმერეთი ქართლ-კახეთს შეუერთდებოდა, ამ ერთიანი სამეფოს ტახტი გიორგის ხელში აღმოჩნდებოდა და ეს მას უფრო გაუმყარებდა პოზიციებს, ხოლო სოლომონი უფუნქციოდ რჩებოდა. ამ მოსაზრების მომხრეებს ერეკლეზე დარეჯანის გავლენის არსებობის დასტურად მოჰყავთ ის არგუმენტი, რომ ერეკლე მეორე იძულებული იყო შეეცვალა ტახტის მემკვიდრეობის ოდითგანვე არსებული კანონი, რათა დარეჯანის ყველა შვილსა და შვილიშვილს მიეღო მეფობა რიგრიგობით. ასევე ის ფაქტიც, რომ დარეჯანის ზეგავლენით აღა მაჰმად-ხანის შემოსევის წინ ერეკლემ ქართლ-კახეთის სამეფო მრავალრიცხოვან ბატონიშვილებზე გადაანაწილა, რამაც ქვეყნის დასუსტება გამოიწვია. პირველი მიზეზის თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი. 1787-1791 წლებში, ანუ სწორედ იმ დროს, როცა თბილისში საქართველოს გაერთიანების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი მიმდინარეობდა და ამ ომში ოსმალეთი მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურებოდა. ზოგადად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ოსმალეთი და არც სპარსეთი მე-18 საუკუნეში უკვე აღარ წარმოადგენდნენ იმ სუპერძალებს, რასაც წინა საუკუნეებში. ამიტომ იყო, რომ მიუხედავად ხსენებული ქუჩუკ კაინარჯის ზავის პირობისა, იმერეთი იმ დროს მაინც დამოუკიდებელი სამეფო იყო
და მისი ოსმალეთისადმი მორჩილება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. და ყველაზე მთავარი, რაც უნდა ითქვას ოსმალური ფაქტორის საწინააღმდეგოდ, არის ის, რომ ოსმალური საფრთხე, როგორც იმერეთის შემოერთების ხელისშემშლელი ფაქტორი 1790 წელს თბილისში გამართულ თათბირებზე საერთოდ არ დამდგარა. სულ მცირე უცნაურია, რომ თუ ოსმალური საფრთხე მართლაც ასეთი რეალური იყო, რატომ არავინ და პირველ რიგში მეფემ არ მოიშველია ეს არგუმენტი გაერთიანების გეგმის უარსაყოფად. მე შეგახსენებთ, რომ ერეკლემ თავის მოკლე გამოსვლაში მხოლოდ ის თქვა, საკუთარ შვილიშვილს ხომ არ მოვიკიდებ მტრადო. ანუ მან პირდაპირ მიუთითა, რომ გაერთიანებაზე უარს არა საგარეო, არამედ საშინაო ფაქტორების გამო ამბობდა. გარდა ამისა, ერეკლეს შეეძლო საქმის გართულების შემთხვევაში დაეტოვებინა იმერეთი ტაქტიკური მოსაზრებით. იმერეთზე უარის თქმის შესაძლებლობაზე ამავე სხდომაზე ილაპარაკა თავად იმერეთის სარდალმა ქაიხოსრო წერეთელმა და მასაც არ დაუსახელებია ოსმალეთი მიზეზად, უბრალოდ ერეკლეს უთხრა, რომ ერთობა თუ ვერ შედგება და პროცესები ის წარიმართება, რომ ამ გაერთიანებით შეიძლება ქართლ-კახეთმა იზარალოსო, დატოვებთ იმერეთს და ამით არაფერი დაშავდებაო. მანამდე კი სცადეთ, იქნება და გამოგვივიდეს ეს საქმეო. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ოსმალეთი ის იმპერია აღარ იყო, რაც 200 წლის წინ, თანაც რეგიონში მესამე ძალის რუსეთის გამოჩენამ მკვეთრი რყევები გამოიწვია. რუსეთი ოსმალეთზე და სპარსეთზე ერთად აღებულზე ბევრად დიდი და საშიში იმპერია იყო, რომელიც კავკასიით განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული. ამიტომ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების საფრთხესთან დაკავშირებით ოსმალეთი ყოველთვის მარტო იმას ეხვეწებოდა ქართველ მეფეებს, რომ ისინი რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში რუსებს არ მიმხრობოდნენ და საქართველოში არ შემოეშვათ რუსული ჯარი. თუ ქართველი მმართველები ამ თხოვნას შეუსრულებდნენ, ოსმალეთის მთავრობა ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. თუ რამდენ დათმობაზე მიდიოდნენ ოსმალები, ამის საილუსტრაციოდ ასეთი მაგალითი გამოდგება. გიორგი მე-12-ის მეფობის დროს თბილისში ჩამოვიდნენ ოსმალეთის წარმომადგენლები წინადადებით, რომ საქართველო ჩამოსცილებოდა რუსეთს. ამის სამაგიეროდ ისინი გიორგის თავაზობდნენ ახალციხის საფაშოს დაბრუნებას. აღნიშნულის შესახებ საუბრობს პლატონ იოსელიანი თავის მონოგრაფიაში ცხოვრება გიორგი მე-13-ისა. ოსმალთა ამ შემოთავაზების სანაცვლოდ გიორგი მე-12-ემ ოსმალთა დესპანის თვალწინ დარიალის გზის შეკეთების ბრძანება გასცა, რომ რუსები შეუფერხებლად შემოსულიყვნენ საქართველოში. მაშინ დავით ჩერქეზიშვილმა მეფეს დაუსვა ასეთი ისტორიული კითხვა. დარიალის კარს რომ ვაღებთ, შეძლებთ კი დროულად მის დახურვასო. მოკლედ ოსმალთა წინადადება სამცხის დაბრუნებაზე უარყოფილი იქნა, ხოლო დარიალის კარი კი იმდაგვარად ჩამოგლიჯეს, რომ დღემდე ვერ ვხურავთ. რაც შეეხება დარეჯან დედოფლის ინტრიგებს და ამბიციებს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მგონი არც ღირს ამაზე კამათი. რამდენად დიდი იყო დედოფლის გავლენა ერეკლეს პოლიტიკურ ნაბიჯებზე, ეს შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე ფაქტია, რომ ერეკლეს მიერ სამეფოს თავისი მრავალრიცხოვანი შვილებისთვის პატარ-პატარა ულუფებად გადანაწილებამ და მემკვიდრეობის წესის არევამ ქვეყნის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი და არა მის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში საქართველოს გაერთიანების გეგმის ჩაშლის შემდეგ სოლომონ ლეონიძე შეეცადა რაღაც სამართლებრივ პოლიტიკური კავშირი მაინც დამყარებულიყო საქართველოს სამეფო სამთავროებს შორის. ამ მიზნით მან ბევრი იმ მოღვაწა, იგი კარდაკარ დადიოდა და მეფე მთავრებს არწმუნებდა, რომ საჭირო იყო საერთო ქართული ალიანსის შექმნა. ამ დიდი მცდელობის შედეგად ლეონიძემ იმდენი მაინც მოახერხა, რომ იმავე 1790 წელს საქართველოს მეფე მთავართა შორის ერთობის ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწია. მეგობრებო, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად რეალური იყო მართლაც ოსმალური საფრთხე და
თუ არ იყო რეალური, მაშინ რამდენად რეალური იყო დარეჯან დედოფლის გავლენა ერეკლეს პოლიტიკურ საქმიანობაზე და რამდენად შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა იმერეთის სამეფო დელეგაციის მიერ შემოთავაზებული გეგმის ჩაშლა. თუ მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა, დარჩით ჩვენთან, მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.